უკვე 10 დღეა სოფელ ქისტაურში 63 წლის მამაკაცს ეძებენ ალექსი კივნიშვილი. ოჯახის წევრებმა ბოლოს 18 ნოემბერს დილით ნახეს, როდესაც ის თანასოფლელის გიორგი პავლიაშვილის ვენახში სამუშაოდ სხვა თანასოფლელებთან ერთად მიდიოდა. ოჯახის ინფორმაციით იგი ღამით სახლში აღარ დაბრუნებულა. საქმეში ჩართულია საგამოძიებო სტრუქტურებიც, თუმცა მათი მუშაობით დავით კივნიშვილი უკმაყოფილოა. ვრცლად თემის დეტალებით ერეკლე ცოცანიძე. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მცხოვრები 63 წლის ალექსი კივნიშვილი ოჯახის წევრებმა ბოლოს 18 ნოემბრის დილით ნახეს, როდესაც სამუშაოდ თანასოფლელის გიორგი პავლიაშვილის ვენახში სხვა თანასოფლელებთან ერთად წავიდა. ოჯახის ინფორმაციით იგი ღამით სახლში აღარ დაბრუნებულა. როდესაც საღამოს 9 საათზე შვილმა ის ვენახის მეპატრონესთან მოიკითხა, უთხრეს, რომ ვენახიდან ერთად წამოსულმა მუშებმა მისი მამა ბოლოს დაახლოებით საღამოს 7 საათზე ნახეს, როდესაც ისედაც ნასვამმა გიორგი პავლიაშვილს სახლში შეპატიჟებაზე უარი უთხრა და საკუთარი საცხოვრებლის მიმართულებით წავიდა. 9 ნოემბრიდან ქისტაურის მოსახლეობა და სამაშველო სამსახურები დაკარგულს ერთობლივი ძალებით ეძებდნენ, თუმცა ორდღიანი უშედეგო ოპერაციის შემდეგ ძებნა შეწყვიტეს. საქმეში ჩართულია საგამოძიებო სტრუქტურებიც, თუმცა მათი მუშაობით დავით კივნიშვილი უკმაყოფილოა. მე პოლიციის უფროსთან ავედი, ბესოყონიანთან, ახმეტის რაიონის პოლიციის უფროსია, ავედი და პირისპირ ერთ-ერთზე ველაპარაკე და უთხარი ჩემი გასაჭირი. იმან მითხრა, მომხდარიდან თქვენ რო გამოაცხადეთ უკვე პოლიციაშიო, მომხდარიდან ჩვენ როგორც შევიტყვეთ 1 საათის მანძილზე უკვე გავაგზავნეთ ეს ყველაფერი მონაცემები საქართველოს მასშტაბით. მორჩა, იმის მეტი არავინ არ შემხმიანებია. მე თუ დაურეკავ სიტყვაზე ჩემი უბნისმონებულს, იმდე ეგ არის. მე თუ დაურეკავ ჩემი უბნისმონებულს, ეს არის. თვითონ არავინ არ მეხმიანება. არავით არის, არავისთან კონფლიქტი არა, ვერავინ ვერ იტყვის მაგას, ვერავინ. ვისთანაც ეხლა ხო შეეკითხებით არა? არა, თავით რაღაც წყნარი კაცი იყო. წყნარი კაცი, რასაც ქვია. როგორც დანარჩენი მუშები ყვებიან 18 ნოემბერს ნახევარი დღის მუშაობის შემდეგ გადაწყვიტეს ექეიფათ. მათი ნაწილი სახლებში უფრო ადრე წავიდა ვიდრე ალექსი კივნიშვილი. ის მეპატრონისა და კიდევ 2 მუშასთან ერთად დარჩა და ქეიფი დაახლოებით 7 საათამდე გააგრძელა. რის შემდეგაც დანარჩენ მუშებს დასცილდა და სახლისკენ გაეშურა. მას შემდეგ მამაკაცი არავის უნახავს. მანქანა გავაჩერეთ აქ სახლთან და ისახნდებოდა ჩვენ შეველით შიგნით უთხრა ნათლი მამო ეგრე უთხრა გოგიდან გიორგიმ რომ შემოგძანდი წამოდი ყავად დავლიოთო. არა მე სახლში წავალ არაფერი არ მინდაო და წავიდა ქვევით. ერთადერთი შემომჩინეთ ის რომ ბოთლით ედგა ჯიბეში არაყი და ჩავდა სვავდა ჭუმჭუმად. ჩვენ სამი შევედით შიგნით, ის წავიდა სახლში. და იქიდან აღარ დაგინახიათ? არა, ნამდვილად არ დამინახე, ახლა ბნელა უკვე 7 საათზე. ქვემოთ რო წამოვიდა, ეგ ნახდათ დავინახე, მაგრამ საით გაუხვია, ეგ უკვე აღარ დამინახე. ალექსი კივნიშვილის დადებით და უკონფლიქტო პიროვნება დასახელებენ მეზობლები და თანასოფლელები. ადგილობრივები და დაკარგული მამაკაცის ოჯახის წევრები სამართალდამცველებისგან მყისიერ რეაგირებას ითხოვენ. წყარი ადამიანი იყო, თავისთვის იყო, სამუშაოზე მიდიოდა, მოდიოდა, სხვა არაფერი რა. სახლის სამუშაო, გაედგა გამოსვლა ესეთი სიტუაცია სხვა. შენც იყავი ჩართული ოთაძები. კი, სამძებრო რო იყო და აქედან სოფლიდან ბიჭები იყავით წასულები, მთლიანი მინდორი, ტყე, მთლიანი სოფელში ვეძებეთ და არანაირი კვალი არ არის, ან ვაფშე არ არის რა, არანაირი ნიშანი არ არის აიწავიდა. მე კი არა და არც ერთი აი ხო ხვდებით ახლა უბანია, სოფელია და არანაირი არავის ვერსია არ აქვს რა, რომ ან ვისმესთან კონფლიქტში შესულიყო, ან ვისმესთან ამემოსლოდა, ან ურთიერთობა ქონოდა დაძაბულის ვიღაცასთან, ეგეთი რამე არ აყოფილა. რომ შრომელი კაცი იყო და შრომელი კაცი კიდე 1-2 ჭიქის დალევა ყველას უყვარს და რა ვიცი დალევის მერე სადმე რამე შეემთხვა, მაგრამ არანაირი კვალი ასად არ დარჩა რა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლითაა საქმე აღძრული, რომელიც ითვალისწინებს პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე. ჩვენ ვცადეთ ჩაგვეწერა ვენახის მეპატრონე გიორგი პავლიაშვილიც, რომელიც იმ დროისთვის მისივე თქმით სოფელში არ იმყოფებოდა.